მილიონობით ამერიკელი გახსნის ChatGPT-ს მომდევნო 10 წუთში და მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ის სამყაროს უარეს ხდის. ეხლა ქვეყნის ნახევარი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ მხოლოდ 16% ამერიკელებისა თვლის, რომ ის საზოგადოებისთვის კარგი იქნება. ეს არის ოპტიმიზმის ყველაზე დაბალი დონე, რითიც რომელიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია დაწყებულა. ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან, მას კაცობრიობის უდიდეს გარღვევად მიიჩნევენ. ადამიანები, რომლებიც მას იყენებენ, ამას უფრო მძევლად ყოფნას ადარებენ. მაშ, როგორ მოხდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე სწრაფად გავრცელებული ტექნოლოგია ერთ-ერთ ყველაზე საძულველადაც იქცა? შეიძლება იფიქროთ, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას უფროსი თაობები ეწინააღმდეგებიან. ბოლოს და ბოლოს ყველა ახალ ტექნოლოგიას წინააღმდეგობა შეხვდა იმ ადამიანებისგან, ვინც მასთან არ გაზრდილა, მაგრამ ასე არ ხდება. ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი მომხმარებლები ამერიკელები არიან 30 წლამდე ასაკში. ისინი მას იყენებენ სასწავლო დავალებებისთვის, სამსახურზე განაცხადისთვის. ამის ნაცვლად ისინი მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან. გალოპის კვლევა მაჩვენა, რომ ზ-თაობის წინ წარმომადგენლების წილი, ვინც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ გაბრაზებულად აგზნობინებს თავს, 2026 წლის დასაწყისისთვის 22%-დან 31%-მდე გაიზარდა. The Pew Research-ის მიხედვით, ახალგაზრდა ამერიკელების 40%-მა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ქვეყანას უფრო გააუარესებს, ვიდრე გააუმჯობესებს. მაგრამ ეს მხოლოდ ზ-თაობის ამბავი არ არის. ხელოვნური ინტელექტის მიმართ ნდობა მთელ აშშ-ში იშლება. მოსახლეობის 2/3 ფიქრობს, რომ მისი განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. 59%-ს არ ენდობა კომპანიებს, რომლებიც მას ქმნიან, და უმეტესობა არ თვლის, რომ მთავრობას მისი კონტროლი შეუძლია. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც აგრძელებს მის გამოყენებას. მხოლოდ ChatGPT-ს ამერიკელის დასწრული მოსახლეობის 54% იყენებს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე 2023 წელს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის პარადოქსი. რატომ იზრდება მისი გამოყენება, თუ ნდობა იკლებს? უმეტესობისთვის ეს რეალურად არ იყო ნებაყოფლობითი მიღება. სამუშაო ადგილებმა დაიწყეს მისი ინტეგრირება სამუშაო პროცესში. სკოლებმა დაამატეს ის დავალებებში. აპლიკაციებმა და საძიებო სისტემებმა ის მთავარ ფუნქციად აქციეს. ხალხს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ეს მათზე ძალით დააწესეს. ხელოვნურმა ინტელექტმა მათი ნდობა არ დაიმსახურა. მათ სხვა გზა არ აქვთ. ეს ცვლილება იმდენად ნელა მოხდა, რომ უმეტესობამ თითქმის ვერ შეამჩნია, სანამ უცებ ყველგან არ გამოჩნდა. იმ წამს, როცა გახსნი Google-ს და რამეს ეძებ, ჯერ კიდევ საძიებო შედეგებამდე პირდაპირ გვხვდება ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტი, რომელიც კითხვაზე პასუხობს. კომპანია, რომელიც თითქოს უნდა დაგეხმაროს ინფორმაციის მოძიებაში, ახლა თავად სკვეთს, რას ნახავ პირველ რიგში. და ეს მუშაობს. ამერიკელების 60% ამბობს, რომ რეგულარულად კითხულობს ამ შეჯამებებს, რადგან მათი თავიდან აცილება შეუძლებელი. იმ წამიდან, როცა Google-მა თავად დაიწყო კითხვებზე პასუხის გაცემა, გამოცდილება შეიცვალა და რაც უფრო მეტად უარესდებოდა ინტერნეტი, მით უფრო ნაკლებად ენდობოდნენ მას ადამიანები. 2021 წელს ამერიკელების 37% ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გავრცელება უფრო აშინებდათ, ვიდრე აღაფრთოვანებდათ. 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას ხელოვნურ ინტელექტთან პროფესიულად პირადი შეხება არ ქონია, ეს მალე შეიცვლებოდა. 2025 წლის აპრილში ტობი ლიუტკემ, Shopify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მემორანდუმი გაუგზავნა თავის თანამშრომლებს. სანამ რომელიმე გუნდი ბიუჯეტის გაზრდას ამ ახალი თანამშრომლის დამატებას მოითხოვდა, მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ამ სამუშაოს მანქანა ვერ შეასრულებდა. ლიუტკე ამტკიცებდა, რომ გააზრებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ახალი სტანდარტი იყო. Shopify ერთადერთი კომპანია არ იყო, რომელიც მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე გადადიოდა. შემდეგი იყო ენის შესწავლის პლატფორმა Duolingo. აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ვონ ახმა თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ კომპანია პირველ რიგში ხელოვნურ ინტელექტზე გადადიოდა. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს დაეკრიბნებოდა ახალი თანამშრომლების აყვანამდე, შეამცირებდა კონტრაქტორების რაოდენობას და შესრულების შეფასებებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გაითვალისწინებდა. ერთ კვირაში 158 ახალი კურსი გამოუშვეს. ეს იყო სამუშაო, რომლის განვითარებასაც თანამშრომლებს წლები დასჭირდებოდათ. იგივე ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გამოჩნდა Box-ში, Fiverr-ზეც და სხვა კომპანიებშიც. ტექსტი თითქმის არ შეცვლილა. ჯერ გამოიყენეთ პროგრამა, სანამ ახალ თანამშრომლებს ან დამატებით თანხას მოითხოვთ, შემდეგ კი უკმაყოფილება დაიწყო. Duolingo-s მრავალწლიანი მომხმარებლები აპლიკაციის წაშლას ვიდეოზე იღებდნენ როგორც პროტესტის ფორმას. თანამშრომლებმა კითხვა დაიწყეს: ხელოვნური ინტელექტი კარგად უნდა გამოეყენებინათ თუ უბრალოდ უნდა გამოეყენებინათ? თითქმის ერთი წლის შემდეგ ლუის ვონ ახმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მან აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი კოდი რთული იყო გასასწორებლად და გაკვეთილების სანდო არ იყო, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაოების სტარტმევების ჩართმევის შიში რეალურია. ამიტომ 2025 წლის ზაფხულში სტენფორდის ეკონომისტმა ერიკ ბრინჯოლფსონმა გადაწყვიტა ეს საკითხი შეესწავლა. მისმა გუნდმა ციფრული ეკონომიკის ლაბორატორიიდან ADP-ის ჩანაწერები გამოითხოვა. კომპანიიდან, რომელიც მილიონობით ამერიკელი მუშაკის ხელფასებს ამუშავებს და შეისწავლა, ვის რჩებოდა სამსახური თვეების განმავლობაში. ხელოვნური ინტელექტის გავლენა რეალური იყო. უბრალოდ იქ არა, სადაც ხალხი ელოდა. შედეგი მაჩვენა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომხმარებელთა მხარდაჭერაში დასაქმებული 22-დან 25 წლამდე ასაკის მუშაკები 2022 წლის ბოლოდან დაახლოებით 13%-ით შემცირდა. იმავე პოზიციებზე 30 წელზე უფროსი ასაკის მუშაკები კი სტაბილურად დარჩნენ, ან კიდეც გაიზარდნენ. საფრთხის ქვეშ იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლახან იწყებდნენ მუშაობას და კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ზოგიერთს კი კარი საერთოდ არ ეხება. Revelio Labs-ი, რომელიც ეკონომიკაში დასაქმების პროცესს აკვირდება, დაახლოებით 35%-ით ნაკლები საწყისი დონის ვაკანსია დაფიქსირდა 2023 წლის დასაწყისიდან. როგორც კი დამსაქმებლებმა ნახეს, რა შეეძლო საუკეთესო მოდელებს, ბევრმა მათგანმა შეწყვიტა კურსდამთავრებულების აყვანა. ეს გაყინვა მხოლოდ 1 ან 2 წლის შემდეგ გამოჩნდა ხელფასების მონაცემებში.
ბრინი ოპსონის გუდმა დაადგინა, რომ როდესაც კომპანია ხელოვნურ ინტელექტს სრულად ანდობდა ამოცანას, ახალგაზრდა თანამშრომლების დასაქმება იკლებდა. როდესაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ იმისთვის, რომ ადამიანი უფრო სწრაფი ყოფილიყო, დასაქმება სტაბილური რჩებოდა და ზოგჯერ იზრდებოდა კიდეც. იგივე ტექნოლოგია, საპირისპირო შედეგი. ყველაფერი ერთ გადაწყვეტილებაზე მოდის. გამოიყენებს თუ არა კომპანია ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომლის ჩანაცვლებისთვის თუ მის დასახმარებლად. ხელფასების სკალის ქვედა ნაწილში ჩანაცვლება იმარჯვებს. Salesforce-მა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეაჩერა უმცროსი თანამშრომლების დაქირავება და კურსდამთავრებულების მიერ შესრულებულ სამუშაოს საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს მიაწერა. Goldman Sachs-ის ეკონომისტებმა შედეგები გამოავლინეს. დიდი კომპანიები ამას აღარც კი მალავდნენ, მაგრამ ყველა ფსონი არ გაამართლა. Klarna-მ ახლა იყიდე მოგვიანებით გადაიხადა კომპანიამ, ერთი წელი იწონებდა თავს იმით, რომ მისმა ჩატბოტმა ასობით აგენტის სამუშაო შეასრულა და რომ ადამიანების დაქირავება შეწყვიტა. მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ ჩატბოტი დაბალი ხარისხის მომსახურებას აწვდიდა და ადამიანების დაბრუნება დაიწყეს. მაგრამ ზოგიერთმა კომპანიამ ეს არ მიიჩნია შენელების მიზეზად. მათ ეს უფრო დაბალი მიზნების დასახვის მიზეზად აღიქვეს და კონტრაქტორი სამიზნეში აღმოჩნდა. MIT-ის ანგარიშმა, რომელიც ბიზნესში ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდა, აჩვენა, რომ AI ანადგურებს აუთსორსინგისა და კონტრაქტორების პოზიციებს, მაგრამ არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებს. 2025 წლის შუაში მონაცემთა მარკირების კომპანიამ Scale AI-მ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა და 500 კონტრაქტორთან თანამშრომლობა შეწყვიტა. იმავე ანგარიშის მიხედვით დღეს AI-ს უკვე შეუძლია სამუშაოების დაახლოებით 3%-ის შესრულება და ეს მაჩვენებელი მომავალში გაიზრდება. კურსდამთავრებულები არ კარგავდნენ სამუშაოს უკეთესი რეზიუმეს მქონე ადამიანებთან კონკურენციაში. ისინი უბრალოდ კარგავდნენ სამუშაოს. სამუშაო აღარ იყო. 2026 წლის დასაწყისისთვის დასაქმებული Z-თაობის ნახევარმა განაცხადა, რომ AI-ის რისკები სამსახურში ახლა მის სარგებელს აღემატება, რაც ერთ წელიწადში 11%-ული პუნქტით გაიზარდა. და როცა მათ ერთსა და იმავე სამუშაოს აძლევენ, 79% აშკარად უფრო ენდობა ადამიანის შესრულებულ ვერსიას, ვიდრე AI-სას. მთელი თაობა დღეებს ატარებს იმ ტექნოლოგიის სწავლებაში, რომელიც ცვლის იმ სამუშაოებს, სადაც ისინი კარიერის შექმნას ცდილობენ. დაკარგული სამუშაოების დათვლა მარტივია, მაგრამ უკმაყოფილება მხოლოდ ფულს არ ეხება. 2024 წლის ივლისში, ჩრდილოეთ ვირჯინიაში, ელექტროენერგიის მოულოდნელმა მატებამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ თითქმის 60 მონაცემთა ცენტრი ქსელიდან გამოეთიშა. დაახლოებით 1500 მეგავატი მოთხოვნა წამში გაქრა. ოპერატორები სასწრაფოდ ცდილობდნენ ელექტროენერგიის მატების კონტროლს, სანამ ის სხვა რამესაც გამოეთიშებოდა. რამდენიმე წამით ქვეყნის ყველაზე მჭიდრო მონაცემთა ცენტრების ჰაბი უბრალოდ აღარ არსებობდა. ვირჯინიაში ასეთი შენობების რაოდენობა ყველგანზე მეტია და 2023 წლისთვის ისინი უკვე შტატის ელექტროენერგიის დაახლოებით 26%-ს მოიხმარდნენ. სწორედ ამიტომ ერთი ძაბვის რხევა მთელ ქსელს შეიძლება დარტყმას აყენებდეს. თითოეული ეს შენობა ძალიან ცხელია. ერთი შეკითხვა ჩატბოტისთვის დაახლოებით 2.9 საათს მოიხმარს. ეს დაახლოებით 10 ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ვებძიება. ცალკე აღებული ეს არაფერია. მაგრამ არავინ სვამს მხოლოდ ერთ შეკითხვას. გაამრავლეთ ეს მილიარდობით შეკითხვაზე დღეში, ყოველ დღე, საწყობებში, რომლებიც არასდროს ითიშება და ეს წელიწადში 183 ტერავატ საათს აღწევს. ეს დაახლოებით ქვეყნის მიერ მოხმარებული მთელი ენერგიის 4%-ია. ეს უკვე წელიწადში 540 კილოვატ-საათია, რომელიც თქვენ სახელზე იწერება, მიუხედავად იმისა, ოდესმე გისარგებლიათ ჩატბოტით თუ არა. და პროგნოზები მხოლოდ იზრდება. 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტროენერგიის 17%-მდე, მონაცემთა ცენტრების ენერგიის 40%-ზე მეტი, ბუნებრივი აირით იკვებება. ამ აღწლეულის დასრულებამდე ეს შენობები უფრო მეტ ელექტროენერგიას დახარჯავენ, ვიდრე მთელი ქვეყანა ერთად იყენებს ფოლადის, ცემენტის, ალუმინისა და ქიმიკატების წარმოებისთვის. მაღალი ძაბვის ხაზის აშენებას 8 წლამდე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ამ მონაცემთა ცენტრების პროექტების მეხუთედი პირდაპირ ენერგიის დეფიციტს წააწყლება. ამ დამატებითი ხაზების ხარჯების დასაფარად კომუნალური კომპანიები რეგულატორებს მიმართავენ, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან მეტი თანხა მოითხოვა. ეს ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის თქვენი ყოველთვიური ხარჯები გაიზრდება მხოლოდ იმისთვის, რომ ახლომდებარე სერვერის ფერმაში შუქი არ გაითიშოს. თქვენ არ დაგიტოვებიათ შუქი, ან არ ჩაურთავთ კონდიციონერი ძლიერად, მაგრამ თქვენი ფული მაინც იხარჯება ტექნოლოგიური გიგანტის მასიური გაგრილების ვენტილატორების დასამუშავებლად. კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს 2030 წლისთვის საშუალო ამერიკელის ელექტროენერგიის გადასახადს დაახლოებით 8%-ით გაზრდის, ხოლო ვირჯინიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში 20%-ზე მეტით. ენერგიაც და ფულიც უბრალოდ საკმარისი არ არის ამის დასაფინანსებლად. ამიტომ ზოგიერთმა კომპანიამ ლოდინი აღარ ისურვა. იმის ნაცვლად, რომ წლები დალოდებოდნენ ენერგოსისტემის განვითარებას, მათ თავიანთი ელექტროსადგურები ააშენეს მონაცემთა ცენტრების გვერდით. და ერთმა კომპანიამ ეს იდეა უკიდურესობამდე მიიყვანა. კოლოსუსის სუპერკომპიუტერის, რომელიც ელონ მასკის გროკ ჩეტბოტს ავარჯიშებს, დასამარაგებლად XAI-მ სამხრეთ მემფისში გაზის ტურბინების მთელი ფლოტი განათავსა. მთელი ობიექტი 122 დღეზე ნაკლებ დროში ამუშავდა, მაშინ როცა ასეთი პროექტი ჩვეულებრივ წლები გრძელდება. როცა სამხრეთის გარემოს დაცვითი სამართლის ცენტრმა თერმული დრონები გადააფრინა, დაახლოებით 35 ტურბინა დაითვალა. უმეტესობას კი ჰაერში გაფრქვევის ნებართვა არ ჰქონდა. ქარის მიმართულებით კი ბოქსთაუნი მდებარეობს, უბანი, რომელიც აწლეულები იყო გადამამუშავებელი და ქიმიური ქახნებით გაშემოთქმული, მაცხოვრებლები საჯარო მოსმენებზე გამოცხადდნენ და ჰაერში დამპალი კვეცხის სუნზე და ბავშვების ღამით ხიხინზე საუბრობდნენ. მემფისი უკვე იღებს F-ს ოზონის დაბინძურებისთვის ამერიკის ფილტვის ასოციაციისგან, ხოლო ბოქსთაუნში კიბოს რისკი დაახლოებით 4 ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ტენესის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დროის მიხედვით გაანალიზეს სატელიტური მონაცემები და დაადგინეს, რომ აზოტის დიოქსიდის პიკური დონე ობიექტის მახლობლად დაახლოებედებით 79%-ით გაიზარდა, ვიდრე იქამდე სანამ იქ XAI გამოჩნდებოდა. თურბინებს დროებითი სტატუსი მიენიჭა, რაც საშუალებას აძლევდათ გაეგრძელებინათ მუშაობა და გვერდი აევლოთ რეგულაციებისთვის.
ამას მოყვა სასამართლოს არჩელები, მაგრამ სანამ საქმე წინ წავიდოდა, სერვისი უკვე 1 წელია ფუნქციონირებდა. ენერგია ერთადერთი რესურსი არ არის, რომელსაც ეს მონაცემთა ცენტრები მოიხმარენ. ჯორჯიის შტატის ნიუტონის საგრაფოში, ატლანტიდან დაახლოებით საათნახევრის სავალზე აღმოსავლეთით, ბევერლი და ჯეფ მორისები ცხოვრობენ მეტას მონაცემთა ცენტრიდან, 1000 ფუტის დაშორებით. მათი სახლი კერძო ჭაბურღილზეა მიყვანილი, რაც ნიშნავს, რომ სასმელი წყალი პირდაპირ მიწიდან მოდის. ეს წლების განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდა, სანამ 2018 წელს მეზობლად მეტამ მშენებლობა არ დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წყლის წნევა იმდენად დაეცა, რომ მხოლოდ წვეთავდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. როცა ბოლოს ისევ მოვიდა, წყალი ყავისფერი და ტალახიანი იყო. ბევერლი მორისმა New York Times უთხრა, რომ ეშინოდა საკუთარი ონკანიდან წამოსული წყლის დალევის. მეზობელი მონაცემთა ცენტრი ყოველდღიურად დაახლოებით 500,000 გალონს წყალს იყენებს, რაც ნიუტონის ოლქის მიერ ამოღებული მთელი წყლის თითქმის მიათედია. ოლქის პროგნოზები აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს, ხოლო მოსახლეობას წყლის გადასახადები 2 წელიწადში 33%-ით გაეზრდება, მაშინ როცა ჩვეულებრივ ზრდა მხოლოდ 2% შეადგენს. მეტას დაფინანსებულმა კვლევამ განაცხადა, რომ კომპანიის ოპერაციები ალბათ არ არის დამნაშავე და კომპანიამ $900,000-ზე მეტი დააბანდა ადგილობრივ სკოლებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებში. კერძო ჭები, როგორიც მორისებისა, ფედერალური უსაფრთხო სასმელი წყლის კანონის ფარგლებს გარეთ არის, ასე რომ მეტას არ დაურღვევია კანონი. გარემოს დაცვის სააგენტო უძლურია, ამიტომ მეტა აგრძელებს წყლის ამოღებას ჩიპების გასაცივებლად და ეს ჰაბები გაუმაძღარია. 2023 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტ რივერსაიდში და ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მოდელის GPT-3-ის გაწვრთნა დაახარჯა დაახლოებით 5.4 მილიონი ლიტრი სუფთა წყალი, სანამ საზოგადოება საერთოდ პირველ სიტყვას დაწერდა. იმავე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 100 სიტყვიანი მოკლე დიალოგი თითქმის 1 ბოთლი წყლის ტოლფასია. ერთმა Google-ის მონაცემთა ცენტრმა პაპილიონში, ნებრასკაში, 2024 წელს დაახლოებით 9 მილიარდი ლიტრი წყალი გამოიყენა, რაც 600-ზე მეტ ოლიმპიურ აუზს უდრის და ეს მხოლოდ ერთი ათასობით ცენტრს შორის. ეს ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება ერთჯერად ხარჯს სწავლებისას. ქვეყნის მასშტაბით მონაცემთა ცენტრებმა 2023 წელს 60 მილიარდ litrზე მეტი წყალი გამოიყენეს, ხოლო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის წელიწადში ტრილიონ გალონს გადააჭარბებს. 2025 წლის აგვისტოში ტუსონის საქალაქო საბჭომ 7.0-ზე უარი თქვა Project Blue-ზე, Amazon-თან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრის კამპუსზე, რომელიც უდაბნოს შუაგულში ქალაქის მილიონობით გალონს წყალს გამოაცლიდა. მოსახლეობა კვირების განმავლობაში ავსებდა დარბაზს ბანერის ქვეშ, რომელზეც ეწერა: არა მონაცემთა ცენტრს უდაბნოში. ერთი ღამით ჩანდა, რომ ჩვეულებრივ ქალაქს შეეძლო ტექნოლოგიური გიგანტისთვის უარი ეთქვა და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო. ამით ყველაფერი არ დასრულებულა. დეველოპერს უკვე ჰქონდა მიწა ქალაქის საზღვრებს გარეთ და მშენებლობა მაინც გააგრძელა. შემდეგ 2026 წლის გაზაფხულზე კონტრაქტორი გამოიჭირეს იმ რაოდენობის ტუსონის წყლის აღებაში, რაც 5 ოჯახის წლიურ მოხმარებას შეესაბამებოდა. ქალაქმა წყალი გადაუკეთა. მერი რეგინა რომერო ადგენდა ორდინანსებს, რათა შემდეგი მონაცემთა ცენტრისგან დაეცვა ქალაქი, რადგან ყოველთვის არის შემდეგი. ტუსონი მარტო არ იყო. დალეში, ორეგონში, Google-ის ობიექტმა თითქმის მთელი ქალაქის წყლის მეოთხედი მოიხმარა. კომპანიამ სასამართლოს გზით სცადა ეს მონაცემები საზოგადოებისთვის დაემალა. ახალი ობიექტები შეიძლება გაგრილდეს ჰაერით ან დახურული ციკლის სისტემებით, რომლებიც თითქმებით თითქმის არ ეყენებენ ადგილობრივ წყალს. Microsoft-მა 2 არიზონას ობიექტზე სწორედ ეს გააკეთა, მაგრამ ყველაზე მეტი წყლის მომხმარებელი ახალი შენობები კი არა, ძველი მონაცემთა ცენტრებია, რომლებიც კვლავაც მილიონობით გალონს იღებენ და მდინარეში არ აბრუნებენ. ასე რომ, როცა ოჯახები აბაზანაში დროის შემცირებას ცდილობენ და ბალახის მოსაწყავად ბნელის დადგომას ელოდებიან, ახლო მდებარე მონაცემთა ცენტრი კი ყოველ საათში, ყოველ ღამით სრულად იღებს წყალს. სამუშაო ადგილები, ელექტროენერგია, წყალი, სამი სხვადასხვა ბრძოლა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ ეს ყველაფერი ერთსა და იმავე ბიზნეს მოდელზე ბრუნდება. მხოლოდ 2024 წელს Amazon, Microsoft, Google და Meta $200 მილიარდ მეტს ხარჯავენ ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად, რაც ერთ წელიწადში 60%-ზე მეტით გაიზარდა. მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია McKinsey ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ამ სფეროში $5.2 ტრილიონი ჩაიდება. ეს ფული ყიდულობს მიწას, ენერგიას და წყალს. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის, რასაც ეს ფული ყიდულობს. რაღაც რაზეც არავინ აწერს ხელს. ტექსტი, ხელოვნება და კოდი, რომელიც ღია ინტერნეტიდან შეგროვდა მოდელების დასატრენინგებლად. კომპანიებისთვის ეს საუკუნის პლატფორმაში ინვესტიცია. მათთვის, ვისი შემოქმედებაც ამ პროცესს კვებავდა, ეს სხვანაირად ჩანს. მათი ნამუშევრები უფასოდ იქნა შეგროვებული და შემდეგ ყველას თვიურად ისევ მიაქირავეს. არც ერთი მათგანი არავის უკითხავს. არც ერთ მათგანს არ გადაუხდიათ. გამომცემლებმა და ავტორებმა სარჩელები შეიტანეს, ამტკიცებენ, რომ მათი ნამუშევრები მოიპარეს და ხელოვნური ინტელექტის დასატრენგებლად ნებართვის გარეშე გამოიყენეს. სასამართლოებს ჯერ არ დაუდგენიათ, სად გადის სამართლებრივი ზღვარი და ჯერჯერობით არც ერთი ეს ქმედება არ გამოცხადებულა არალეგალურად. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი აშენებულია სხვა ადამიანების ნაწერებზე. მუშაობს სხვა ადამიანების ელექტროენერგიით. გაციებულია სხვა ადამიანების წყლით და შემდეგ ისევ იმავე ადამიანებს ეყიდებათ, როგორც პროგრესი. ეხლა ამერიკელები იწყებენ ამის შემჩნევას. კომპანიები ამტკიცებენ, რომ ეს ხარჯები დროებითია.
Google-იც და Microsoft-იც ორივე პირდებიან, რომ 2030 წლისთვის უფრო მეტ წყალს დააბრუნებენ, ვიდრე გამოიყენებენ და განაგრძობენ სუფთა ენერგიაზე გადასვლას. მაგრამ თუ უკვე დაკარგე სამსახური, ელექტროენერგიის გადასახადი გაგეზარდა, ან შენი ქალაქის წყლის მარაგი იწურება, 4 წლის შემდეგ მიცემული დაპირება დიდად პასუხად არ გეჩვენება. 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მარტამდე ამ გაბრაზებამ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 64 მილიარდი დოლარის მონაცემთა ცენტრების პროექტები შეაფერხა ან დააყოვნა Data Center Watch-ის მიხედვით. ხოლო ვირჯინიაში 42 სხვადასხვა ჯგუფი ცდილობდა ახალი პროექტების შეჩერებას ან შენელებას. ის რაზეაც ვერავინ თანხმდება არის ის, რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. არავინ მოითხოვს სრულ აკრძალვას, არავინ ამხნევებს ამ პროცესს. უბრალოდ ქვეყანაა გაჭედილი საჭიროებასა და უკმაყოფილებას შორის. ამ ბრძოლების უმეტესობა ერთნაირად მთავრდებება. საბჭო წყლის მიწოდებაზე უარს ამბობს, როგორც ტუსონმა გააკეთა. მეზობელი ოლქი ყიდის მიწას, სახელმწიფო კომისია კი ენერგიას ამტკიცებს, იანტკიცებს. შენობა მაინც შენდება. წყლის წყურვილს ელექტროენერგიის უფრო დიდ მოხმარებაში ცვლის. მაცხოვრებლები ისევ და ისევ ერთსა და იმავე სწავლობენ. პროექტს თითქმის ყოველთვის შეუძლია მათ გვერდის ავლა. ეს არასდროს ეხებოდა იმას, მოვიდოდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი. ეს გარდაუვალი იყო. საქმე იმაში იყო, დარჩა თუ არა ვინმეს ძალა რომ შეეჩერებინა იგი. როცა ამ კითხვას დასმა დავიწყეთ, პასუხი უკვე უარყოფითი იყო. ხელოვნურ ინტელექტში რწმენას მხოლოდ ჩვეულებრივი ამერიკელები არ კარგავენ. ისინიც კი ვინც მას ქმნის, იგივე მდგომარეობაში არიან. ნახეთ, რატო ტოვებენ და პანიკაში არიან ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები, რათა გაიგოთ, რატო ინგრევა ეს ინდუსტრია. ან დაატკაპუნეთ ამ ვიდეოს.